ალბანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც სოციალური პლატფორმის TikTok-ის 1 წლით აკრძალვას ითვალისწინებს, ახალგაზრდებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, TikTok-ი არ არის ძალადობის წამახალისებელი. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ალბანეთის მთავრობა, რომელიც გასულ თვეს ალბანეთში მომხდარ მკვლელობას TikTok-ის გავლენას უკავშირებს. საქმე ეხება 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა თანაკლასელებს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში. ასევე TikTok-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ უჭერენ მხარს ახალგაზრდები მკვლელობას. ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რეშენში მცხოვრები მოზარდები ამბობენ, რომ TikTok-ს ისინი მხოლოდ გასართობად იყენებენ. მე და ჩემს თანატოლებს არ გვსურს TikTok-ის გათიშვა, რადგან ეს პლატფორმა არ არის ჩვენ შორის ჩხუბის გამომწვევი მიზეზი. TikTok-ით ვერთობით, ხალისობთ, თავისუფალ დროს ჩვენს ამბებს უზიარებთ ერთმანეთს. ამიტომ არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის აზრს, თითქოს ის ძალადობისკენ გვიბიძგებს. TikTok-ი ალბანეთის მთავრობისგან მოზარდის მკვლელობის საქმეზე მეტ სიცხადეს ითხოვს. კომპანია აცხადებს, რომ ვერ იპოვეს შესაბამისი მტკიცებულებები და რომ ამ ინციდენტამდე გავრცელებული ვიდეოები ქვეყნდებოდა არა TikTok-ზე, არამედ სხვა სოციალურ პლატფორმაზე.